უკვე 2 დღეა სხვადასხვა უნივერსიტეტების ლექტორებისგან შემდგარი გაერთიანება ქართული განათლება საფრთხეშია ცდილობს გაიგოს, რატომ შეუწყვიტეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს სტატუსი. ამ მიზნით ისინი 11 მარტს უნივერსიტეტში მივიდნენ და ეთიკის კომისიასა და აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს. თუმცა ამაოდ. დაცვამ გითხრა, რომ მას არ შეუძლია რექტორთან უშუალოდ დაკავშირება და შესაბამისად ის უკავშირდებოდა თავის უფროსობას და საბოლოოდ მივიღეთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამუშაო ტელეფონის ნომერი და პლუს რადგან დღეს არ არის სამუშაო დღე, ჩვენ მოგვიწევს ხვალ დილას 10 საათზე, როდესაც ისინი სამსახურში მოვლენ, მათთან დაკავშირება და შესაბამისად დამატებით ინფორმაციას თუ კი ჩვენ შევხვდებიან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ შევხვდებიან, იმიტომ რომ ყველას გვაღელვებს რა ხდება აკადემიურ საზოგადოებაში, ეს არ არის მხოლოდ თეატრალური უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის მთლიანად აკადემიურ სივრცეს რეპუტაციული ზიანი ადგება მსგავსი გადაწყვეტილებებით. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა, რომელიც პროტესტის ნიშნად ღამეებს ათევდა შენობაში, 10 მარტს შეტყობინება მიიღო, რომ მათი სტატუსი შეწყდა. იქამდე კი შენობის დეზინფექციის მიზნით ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოსთხოვა დაკავებული სივრცე გაეთავისუფლებინათ. თუმცა ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით კი თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სტუდენტები ამბობენ, რომ ბოლოს ადმინისტრაციული დაკავების საშიშროების გამო ისინი იძულებულნი გახდნენ შენობა დაეტოვებინათ. ბავშვებს გაეღვიძათ საწამლავის სუნში, შეწამლა დაიწყეს დეზინფექციის სამსახურმა და მაგ სუნში გაეღვიძათ ბავშვებს და პოლიციას გამოუძახეს. პირველ ჯერზე გაფრთხილება მიიღეს, რომ უნდა დაეტოვებინათ უნივერსიტეტის ტერიტორია, მაგრამ რომ არ დაეტოვეთ უნივერსიტეტის ტერიტორია, მეორე ჯერაც გამოიძახეს და მაგ მეორე გამოძახებაზე უკვე დაიწყო ჩვენი დაჯარიმება და 5,000 ლარით დაგვაჯარიმეს 9 სტუდენტი. მესამე მოსვლაზე უკვე იმაზე წავიდა ლაპარაკი, რომ თუ არ დავტოვებთ 3 წერტილი და ამის შემდეგ მივხვდით, რომ შეიძლება პატიმრობაში წაგვიყვანონ და დაგვაპატიმრონ და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გამოვსულიყავით, რადგან ბრძოლა გაგვეგრძელებინა. და მეორე დღეს უკვე მიიღეს სტუდენტებმა ეთიკის კომისიისგან იმეილი, რომ მათი სტუდენტური სტატუსი წყდებოდა. და რის საფუძველზე არავინ არ იცის. მე პირადად მეგონა, რომ ამის იქით რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, ამაზე უარესი არც წარმომედგინა და დილით ვიღვიძებ და ჩემი მეგობრები, ჩემი ჯგუფელები, ჩემი 4 ჯგუფელი არის გარიცხული და ეხლა მიმდინარეობს დავა ამ საკითხზე და არც ვიცით რა ზედავებიან, რომელ ეთიკის ნორმებზე მელაპარაკებად. ეს უნივერსიტეტი, როცა დაცვამ ხელით გამიყვანა პირადად მე, როცა დაცვამ ჩაგვიკეტა კარები და არ გვატანინებდა საჭმელს და არ გვაძლევდა ჩანაცვლების უფლებას. იმ ბავშვებთან, რომლებიც 24 საათად მეტი იყვნენ თეატრალურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტმა სტუდენტებს მხოლოდ ის განუმარტა, რომ გადაწყვეტილება ეთიკის კომისიამ მიიღო. სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით ამ გადაწყვეტილებას 7-დან მხოლოდ 2 წევრმა არ მოაწერა ხელი. სტუდენტებს უნივერსიტეტმა აცნობა ისიც, რომ ამ საკითხის გასაჩივრების უფლება ჰქონდათ რექტორთან. ძალიან კარგად ვიცნობ კანონებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება სტუდენტს შეუწყდეს სტატუსი, ეს გარიცხვის ტოლფასი არის და აქედან გამომდინარე მართლა მაინტერესებს, რომელი მუხლის წესდების, რომელი მუხლის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. მე როგორც საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენელი, როგორც ყოფილი დეკანი ვაცხადებ, რომ აი ასეთი მეთოდებით სტუდენტების წინააღმდეგ ბრძოლა არათუ დაუშვებელია, უბრალოდ უკანონოა. ეს მე მგონი ყველა ლექტორის, პროფესორის და აკადემიურ საზოგადოებაში, აკადემიურ სივრცეში ჩართული ადამიანის მოვალეობაა, რომ დღეს ამაზე ხმა იმაღლოს და ელემენტარული მოითხოვოს მაინც ინფორმაცია, თუ რა არის ის არგუმენტაცია, რასაც ისინი იშველიებენ სტუდენტების მიმართ აი ესეთი პირდაპირ ვთქვათ ძალადობრივი აქტის განხორციელებისას. მგონია, რომ უნივერსიტეტი არის სტუდენტების და სტუდენტების გარეშე უნივერსიტეტის ფუნქცია არ აქვს უბრალოდ, ამიტომ მგონია, რომ ყველა ლექტორი, ყველა სტუდენტი უნდა იყოს ასეთ დროს იმ ადამიანების გვერდით, ვისაც გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ ამა თუ იმ ფორმით და ამას გარდა სტუდენტის სტატუსიც გაუქმდათ. იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოუჩნდეთ მერე სხვა თუ არაფერი იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ახლა ეს ხალხია. სტუდენტები და მათი მხარდამჭერები 12 მარტს ეცდებიან პასუხი მიიღონ უნივერსიტეტისგან და ამბობენ, რომ 1937 წელსაც ასე ხდებოდა.